მინდა სხვათა შორის გითხრათ, რომ ეს საკითხები, რასაც ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ, ძალიან დიდი ხანი იკრძალებოდა. საქართველოში აკრძალეს ისიც, რომ დაახლოებით 100 წლის წინ საქართველოში ჩვენი ეროვნული ფასეულობა, კულტურა ნადგურდებოდა. და ძალიან ბევრი წიგნი დაიწვა, დაიხა, განადგურდა და ძალიან ბევრი სწავლება, რომელსაც თავის დროზე ჩვენი დიდი მამაპაპამ დაგვიტოვა და ერთგვარად ანდერძით გადმოგცა, დადგა დრო, როდესაც მტერი ამას გვიკრძალავდა. რატო? რომ ჩვენი ქართული კულტურა არ მოხდეს მისი აღდგენა და აღორძინება. ესე იგი, ნახეთ, მტერი რას აკეთებდა? საქართველოში რომ ჩვენი მტერი შემოესეოდა, არა მარტო ქართველებს ხოცავდა, არა მარტო ვაზს ძირყვავდა, არა მარტო ტაძრებს გვინგრევდა და სახლებს გვინადგურებდა, არამედ შედიოდა ბიბლიოთეკაში და ჩვენი ქართული წიგნები, ჩვენი საყვარელი ისტორიები, ჩვენი უნიკალური კულტურული ძეგლები, მაღალმხატვრული და სადაც ქართული ფესვების ღაღადისია გადმოცემული, გვინადგურებდა. მე ახლა რასაც წაგიკითხავთ, ეს წაკითხული მაქვს ილია ჭავჭავაძესთან, ივანე ჯავახიშვილთან, გრიგოლ რობაქიძესთან, დიდ ბუნებოვან ქართველ დიდ პედაგოგებთან. ეხლა კი თანამედროვე მიტროპოლიტის, ჩვენი უსაყვარლესი მანგლელი მღვდელმთავრის მეუფე ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან მინდა ციტატები ამოგიკითხვა. და კიდევ ვიმეორებ, ახლა ისეთ სწავლებას მოისმენ, რომელიც რამოდენიმე ათეული და შეიძლება ასეული წლებია საქართველოში აკრძალულია და ამას წიგნებშიც არ არის შეტანილი. აი, საქმე რაშია? მოდი ორი სიტყვით ჯერ გეტყვით, რომ ესე იგი ზოგადი შესავალი გავაკეთოთ. აი, მაგალითად, ესე იგი, თურმე ქართველთა წინაპრები, ანუ ჩვენი მოდგმა საიდან იწყება. აი, როცა სამყარო ღმერთის მიერ ახალი შექმნილია და პირველი კულტურა რო დაიწყო. აი, რო უკვე, ესე იგი, ადამიანებმა დაიწყეს ერთად ცხოვრება, დაიწყეს ნაწარმოებების შექმნა, ანბანის შექმნა, რაღაც ტრადიციული ცხოვრების შექმნა, აიქიდან მოყოლებული თურმე ქართული მოდგმა მოდის და მოდის. და ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ ჩვენი ძველი წინაპარი იყო, ჩვენ ქართველები მოვდივართ ქალდეადან. ეს ქალდეა არის შუა მდინარეთში, ეს დაახლოებით არის მესოპოტამიის ადგილები, აი სადაც ახლა თქვენთვის კარგად ცნობილი ერაყი, სადაც არის ახლა, აი ბაბილონის ადგილები ძველი. მერე ჩვენ თუ ბატონი ნუგზარი შემოგვიერთდა ახლა, ნუგზარი მასწავლებლებს მე ვთხოვდა, იქნება რუკებზეც გაჩვენოთ ეგ ადგილები, სად არის ეს ადგილები. ანუ და ძალიან დიდი ტერიტორია ეჭირა საქართველოს. და იწოდებოდა ძველი საქართველო კარდუთი. ანუ სიტყვა კარდუ, იგივე ქართულ, ეს არის ყველაზე ძველი დასახელება დიდი ერთიანი ქართული სახელმწიფოს. დიდი, ანუ ჩვენი წინაპრის სახელია, ჩვენი დიდი მოდგმის. რობაქიძე ამ სიტყვაში მითიურ საქართველოს ხედავდა, ანუ ყველა დროის ერთიან დიდ საქართველოს. ხო, მერე ამ სახელით ბერძნებმა უკვე ქართლოსი სიტყვა უკვე ბერძნულად ნათქვამი კარდუ არის და მერე უკვე თქვენით, რომ უკვე ქართლის ცხოვრებაში, რომელიც ჩვენმა მამაპაპამ ისტორიული წიგნი გამოსცა, უნიკალური წიგნი, იქ უკვე მოხსენებულია ქართლოსის შემდეგ რა ხდებოდა, შემოწმიფასებო. მე ახლა ლამაზად წაგიკითხავთ, ცოტა შეიძლება რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ მეც მოგეხმარებით რაღაც პატარა რაღაცებში. ყველაზე მთავარი აქ რა არის, რომ ჩვენ დღეს მეუფე ანანიას ლექციით
დავწმუნდებით, რომ ჩვენ იმაზე უფრო ძველი მოდგმა გვაქვს ჩვენ კულტურას და ჩვენ წარმოშობას, ვიდრე დღესდღეობით სკოლებში სიგნებში გვწერია. აი ახლა მოდი დავიწყოთ აქედან. ქალდეველი, ცნობილი ქალდეველი, ბიბლიაში ყველაზე ცნობილი არის მამა აბრაამი. ეხლა თქვენ საიდან გახსოვთ მამა აბრაამი? მამა აბრაამი დიდი ბიბლიური მამათ მთავარია, რომელიც იმდენად სტუმართმოყვარე იყო, ჩემო ძვირფასებო, რომ ვინც კი კარებზე მოადგებოდა, მარტო იმათ კი არ შემოიყვანდა ხოლმე სახლში. აი გავიდოდა გარეთ და თუ ვინმე სადმე დაინახავდა, თავის სახლთან ჩავლილი, გავარდებოდა და მოაბრუნებდა და სახლში შემოიყვანდა. იმდენად უყვარდა სტუმარი. მის მეუღლეს, ცოლს ერქვა სარა, დატრიალდებოდნენ და თუ რამე გააჩნდათ და არ გააჩნდათ, სტუმრისთვის იყვნენ, ესე იგი, ხელგაშლილები და თბილად ხებულობდნენ და დიდი სიყვარულით მასპინძლობდნენ. და აი ღმერთმა ინება, რომ ერთხელ სამი ანგელოზის სახით სამება მობრძანა მათ სახლში. აი ესეთი დიდი მადლი არავის არ გუნებია დედამიწის ზურგზე. ანუ ღმერთი მობრძანდა მამა აბრაამის სახლში და 100 წლის ასაკში შეეძინა პირველი ვაჟი, ისაკი, რომელიც მერე აკურთხა იმის გამო, რომ რთული დავალება მისცა. აი იმდენად მორჩილი იყო და მოსიყვარულე ღვთისა, რომ ღმერთმა ასეთი რთული გამოჩნდა მოუწყო. შემომწირე ეგ ერთადერთი ვაჟიო, ასე უთხრა. ეხლა ჩვენ მაგალითად ძალიან გაგვიკვირდება ამ დავალების მიღებაც და შესრულებაც, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენი ლოგიკით რო ავხსნათ, არასწორიც იქნება და პრეტენზიაც გაგვიჩნდება. მაგრამ მამა აბრაამი იმდენად მორჩილი იყო ღვთისა, რომ ეგრევე მორჩილად შესრულება შეუდგა. და რახეთ რატო და საინტერესოდ იხსნება? იმიტომ რომ მამა აბრაამმა ზედმიწევნით იცოდა, რომ ღმერთი ისეთ რამეს არ დაუშვებდა, რაც მისთვის და მისი შვილისთვის ცუდი იქნებოდა. და ან ღმერთს თუ სდომებოდა, შეიძლება მოეკლა შვილი, მაგრამ აღედგინა ღმერთს მკვდრეთით, ან წაეყვანა უფრო კარგ ადგილას. აი ასეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა და მოკლედ შვილი წაიყვანა შესაძლებლად. და როგორც უნდა შეეწინა ამ დროს დანა ხელიდან გააგდებინა ღმერთმა და უთხრა, რომ მე შენ უკვე ესე იგი განმაცვიფრე შენი ერთგულებით, შენი მორჩილებით, შენი სიყვარულით და მისი მოდგმა აკურთხა. და ნახეთ ახლა, მე რა თქმა უნდა ისააკი გამრავლდა და მოშენდა მთელ სამყაროში და მამა აბრაამს ღმერთი აძლევს დავალებას. ეხლა შენ აქედან უნდა წახვიდე და საფუძველი უნდა ჩაუყარო ახალი ერის დაბადებას. და ასე დაარსდა ებრაელი ერი, ჩემო ძვირფასებო, სადაც იესო ქრისტე დაიბადა მერე, რომ მოვიდა კაცობრიობის გადასარჩენად. ანუ ებრაელი ხალხი, რომლის ცხოვრებაც არის მთლიანად ბიბლიაში აღწერილი, მთლიანად, აი მათი მამამთავარი არის აბრაამი, რომელიც არის ქალდეველი. ესე იგი უყურეთ, პირველი რაც უნდა დავიმახსოვროთ, რომ ქალდეველი დიდი მამამთავარი იყო აბრაამი, რომელსაც ღმერთმა დაავალა წასულიყო და ისრაელი შეექმნა, ანუ ებრაელი ხალხი დაეფუძნებინა და წავიდა მართლაც ღმერთის დავალებით, სადაც ღმერთმა დაავალა და იქიდან დაიწყო ებრაელი ხალხის ისტორია. ახლა მეორე უნდა გითხრათ, ვინ არის კიდე ქალდეველი? ქალდეველი არის ჩვენი ადამიანთა შორის ყველაზე წმინდა, ვინც კი დაბადებულა, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი. ანუ მამა აბრაამი და დედა ღვთისმშობელი. ახლა მოდი წავიკითხოთ, რას წერს მეუფეანანი. ესე იგი, ასევე გეტყვით, რომ ახლა აქ წერია, რომ ქართველებიც ქალდეველები ვართ. ნახეთ რა გამოდის, ჩვენ ქართველებს, აი მე ილიას, ქალბატონ მარიზას
მარიამს, დავითს, ლიკას, ნაცნობებს, მათეს, დმანისელებს, თბილისელებს, ყველას ჩვენი ძველი პირველი სამშობლო არის ქალდეა. აი ეს და ეხლა მეუფე ანანია ამას წაგვიკითხავს. აბა ესე იგი მამა აბრაამს, დედა ღვთისმშობელს და ქართველებს ერთი და იგივე მოდგმა გვაქვს. ნახეთ რა ლოგიკური გამოდის. ესე იგი ქართველებს თურმე ჩემო ძვირფასებო, ეს მე თვითონა მაქვს ჩემი თვალით წაკითხული ქართლის ცხოვრებაში, რომ ყაზბეგში, სადაც გერგეტის სამება, დიდი ულამაზესი ტაძარი, იმის თავზე კიდე 4200 მეტრზე ქართველებს ჰქონდათ მონასტერი ბეთლემის, ესე იგი გამოქვაბული, სადაც შიგნით მონასტრული ცხოვრება მიდიოდა. და ამ ბეთლემის გამოქვაბულში ქართლის ცხოვრება გვაუწყებს, რომ ინახებოდა მამა აბრაამის კარავი და დედა ღვთისმშობლის აყვანი, რომელშიც გაზარდა იესო ქრისტე. აი ხა თქვენ დაფიქრდით, თუ ჩვენ წარმომავლობა ერთი არ აქვს, მოდგმით ერთია, საიდან მიეცა ქართველებს მამა აბრაამის კარავი? ჩვენ რატო უნდა გქონოდა? საიდან უნდა გქონოდა ქართველებს იესო ქრისტეს აყვანი, ღვთისმშობელმა, რომელ აყვანშიც გაზარდა. და ეხლა ის რომ გავიგეთ, რომ ქალდეველები ვარ და ქალდეველია მამა აბრაამის და ღვთისმშობელიც, უკვე ყველაფერი ლოგიკურად ლამაზად დაჯდა. კარგით, აბა მოდით ეხლა წავიკითხოთ მეუფე ანანია რას წერს. აბრამი ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი იყო. წარმოშობით შუამდინარელი, ასე ქვია, შუამდინარელი. მისი მამის სამშობლო ქვეყანა იყო ქალდეა. ანუ მამის რას ნიშნავს? მისი მოდგმა, მამა, პაპა, იმის პაპა, აი ქალდეაში ცხოვრობდნენ. ქალაქი ური, აი ასეთი ქალაქი. ამ დროისათვის ქალდეა ერქვა ქვეყანას ტიგროსსა და ევფრატს შორის. ეს ორი მდინარეა ბავშვებო, ევფრატი და ტიგროსი. აი იმ ადგილებში იყო ეს ქალდეა. თითქმის სპარსეთის ყურედან ბაბილონამდე, ანუ ძალიან დიდ ტერიტორიაზეა აქ ლაპარაკი. მე შევეცდები მერე რომ ესე იგი რუკაზე ვთხოვ ბატონ ნუგზას და გვაჩვენოს რუკაზე სად არის ეს ქალდეა. ეხლა უყურეთ რა საინტერესოა. აქ როგორც აღნიშნული იყო, ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეპოქაში ჯერ შუმერები, აი ახლა ეს შუმერები ძველი კულტურის ხალხია, რომლის კულტურული ნაშთები გადარჩენილია დღეს და მთელი მსოფლიო ოცდება. მაგრამ ვინ არიან შუმერები, არავინ არ იცის. და ფაქტობრივად რა გამოდის, ესე იგი ქალდეველები არიან შუმერები, ანუ ეს ჩვენი მოდგმის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ცივილიზაციის ხალხია. კიდევ ვიმეორებ, ეს არის მეუფე ანანიას მოკრეფილი მასალები და თქვენ აქ ნახავთ, რომ ამ აზრს ეთანხმება ივანე ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, ჯანაშია, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი გრიგოლ რობაქიძე, ილია ჭავჭავაძე და ისეთი დიდი ქართველები უბრალოდ მერე აკრძალეს ეს საკითხი და გააქრეს და დღემდე ეს ტაბუდადებული თემაა და სამწუხაროდ სკოლებიდან და ინსტიტუტებიდანაც ეს სწავლება ამოღებულია ამ წუთას. ეგრე რომ ამიტომ ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას. მერე შუმერები ხო თქვი? შემდგომ ხურიტები და პროტოქართველების მონათესავები, მიჩნეული სხვადასხვა ტომები, სემიტებთან ერთად. სემიტებიდან უკვე მოდის ეს ებრაული მოდგმა. ჩვენთვის საინტერესო რომ ქალდეა უფრო მოგვიანებით ეწოდებოდა დღევანდელი საქართველოს მეზობლად მდებარე ქვეყანასაც ურარტოდან პონტოს ჩათვლით გადაშლილ მხარესო. ესე იგი ეს კიდე სხვა ქალდეა. მიხვდით? იმასაც ქალდეა ერქვა, მაგრამ ეს კიდე სხვა ქალდეა. სახელ ქალდეას ივანე ჯავახიშვილიც აკავშირებს ქართველებთან. ეხლა მე წაგიკითხავთ, აი ეს ივანე ჯავახიშვილამდე ასე წერენ თურმე ბავშვებო, განადგურდა მთელი საქართველოს ისტორია. ანუ ქართველებს ისტორია აღარ გაგვაჩნდა. და ივანე ჯავახიშვილს დაუწყია ნოლიდან თურმე. საერთოდ ჩვენი ისტორია იყო გაჩანაგებული და განადგურებული. და დღეს რაც გვაქვს ისტორიაში, ყველაფერი აღდგენილი ყოფილა ივანე ჯავახიშვილს. ანუ მთელი ცხოვრება მიუძღვნა და რის ფასად იცით, ჩემო ძვირფასებო?
დევნის ფასად შევიწროების და დამცირების და კაც თურმე ლუკმაპური უჭირდა. აი მისი დაარსებულია ჩვენი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი დაარსებული და თან ესე იგი იქაც სამარცხვინოდ მოექცნენ. არათუ მადლობა დააჯილდოეს, კაც იქაც სამარცხვინოდ მოექცნენ და გონი საერთოდ მე მოხსნეს ეგენი კარგად აღავიცი ბატონ უგზას ეწოდინება. მოკლედ ეს იყო გმირი, შეწირული სამშობლოზე. და მე რამოდენიმე ციტატას გლებავთ მაგაზე, მე ცალკე წაგიკითხავთ. მოგროვილი მაქვს მე ინფორმაციები. ეხლა მე უნდა წაგიკითხოთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ქართ მეგრელი შტოს ტომების საკუთარ სახელებში ერთი და იგივე ქვეყნის სახელები გვხვდება. იგი არის ქართუ, ანუ კარდო. აი ზუსტად იგივე სიტყვებით, ხედავთ? ქართუ და კარდო, რაც მე ვთქვა. რა კი ამ ქვეყნის სახელი ორივე შტოს ტომების სახელწოდებაში მოიპოვება, უეჭველია იგი ქართველების თავდაპირველი სამშობლო უნდა ყოფილიყო. ამ სამშობლოს ხსოვნა მესამე შტოს წარმომადგენელს სვანებსაც აქვს შერჩენილი. ეს კართუ, ანუ ქართუ განთქმული ქვეყანა, ქალდეა არისო. ეს არის ჩემო თვითფასებო ქართველი ერის ისტორიის პირველი ტომიდან, რომელიც 1951 წელს გამოსცეს. რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილი ამ დროს აღარ იყო ცოცხალი. ასე რომ ქალდეა არა მარტო აბრაამის წინაპართა სამშობლოა, აი მოდი ჩვენ ადვილად დავიმახსოვროთ. მამა აბრაამი არის დიდი ბიბლიური გმირი, რომელიც არის ქალდეადან, ეს ცნობილია, ყველა მისის წერია ეს ბიბლიაში და ღვთისმშობელზე ცნობილია, რომ ქალდეველია ღვთისმშობელი და აი უკვე ჩნდება თქვენთვის ინფორმაცია, რომ ჩვენ ქართველები ქალდეველები ვართ წარმოშობით. ანუ ჩვენი ძველი სამშობლოდ. ხო, ეხლა მე გეტყვით ილია ჭავჭავაძეს რა უწერია. ესე იგი, თუ დააკვირდებითო საქართველოშიო, ილიას თურმე ყვარებია ლინგვისტური დაკვირვებები. რა არის ლინგვისტური დაკვირვებები? სიტყვებში რო ეძებ ღრმას შიგნით, აი სიტყვას რო იტყვი და ამ სიტყვის მნიშვნელობას რო ჩაუღრმავდები და იქ რო რაღაცა საიდუმლოებებს იპოვი. ამას ქვია ლინგვისტური დაკვირვებები და ილიას თურმე ასეთი ლინგვისტური დაკვირვებები ძალიან უყვარდა. ხო და ასეთი რამე ესე იგი მიუგნია ილიას, რომ ამა დააკვირდითო ქართულშიო განსაკუთრებულ სიტყვებსო, წყალთან დაკავშირებულ სიტყვებსო, ხო, სხვა სიღრმისეული დატვირთვა აქვს, მაგალითად მოწყალება, ნახე წყალი რა თუნდაო, ხო, მოწყალებას. წყალობა, აი წყალობა დაუკვირდით, ხო და ამით ილია ამბობს, რომ ესე იგი ჩვენი ძველი სამშობლო იქ უნდა ყოფილიყო, სადაც წყალი ჭირდაო. და ქართულ ეტიმოლოგიაში, სიტყვათა წყობაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის წყალო, რომ წყალობა და მოწყალება და ესეთი სიტყვები წყალს შეიცავსო. აი ეს არის, ანუ მას გული უგრძნობდა, რომ ქალდეველები ვიყავით ჩვენ მოდგმით. აი ახლა ის უკვე შემდგომ ივანე ჯავახიშვილმა ფაქტობრივად მეცნიერულად დაამტკიცა და ეს ცოდნა დღეს უკვე მეუფე ანანიამ ერთიანად შემოგთავაზა და გავაგრძელო. ასე რომ, ესე იგი ჩვენ უკვე ვთქვით, ის ქართველთა პირველი სამშობლოდ შეიძლება ჩაიფალოს, ქალდეაო. ქალდეველთა ურს, სადაც ცხოვრობდა მამა აბრაამისა, თარრა, ანუ თარეხი, ჩვეულებრივ აიგივებენ სამხრეთ მესოპოტამიის ქალაქ ურთან, საიდანაც ის ოჯახთან ერთად გადასახლებულა ქალაქ ხარანში, მესოპოტამიის ჩრდილო ნაწილში. იგი იქვე გარდაიცვალა, როგორც აღინიშნა მესოპოტამიაში საზოგადოდ საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ხალხები ცხოვრობდნენ. ისტორიკოსთა თანახმად, მე ხო გითხარით, რომ წელთა აღრიცხვა ორ ნაწილად იყოფა და ეს ორი ნაწილი ქრისტეს შობამ გაყოფ. ქრისტეს შობამდე დროს ქვია ძველი წელთაღრიცხვის წლები და აი ქრისტესანამ დაიბადა
თუ გავიდა 100 წელი, ასე იხსენება ქრისტეს შობამდე 100 წლით ადრე. აი ესე, ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში ნიშნავს ქრისტეს შობამდე 200 წლით ადრე. და ეხლა ჩვენი წლების აღრიცხვა რომ მიდის, ეგ არის ქრისტეს შობის მერე წლების აღრიცხვა. ეხლა აქ როგორ წერია, ნახეთ. ქრისტეს შობამდე მეოთხე, მესამე 1000 წლეულში, 1000 წლეული ნიშნავს 300 წელს კი არა, 3000 წელს, 4000 წელს, ესე იგი მეოთხე, მესამე 1000 წლეულში. დაუკვირდით ეს რამდენი ასაკია. 2000 აქ არის გასული, 4000 აქ არის, 6000 წლის წინ, ჩემო ძვირფასებო. 6000 წლის წინ არსებობდა ცივილიზაცია და ეს ცივილიზაცია იყო ქართული ცივილიზაცია. აი ამას გვაუწყებს ეს ციფრები. და ამის უამრავი არქეოლოგიური მასალა გვაქვს საქართველოს, ჩემო ძვირფასებო. ეხლა ეს ხო ისტორიული მასალებია, რომელიც ჩვენი დიდი ისტორიკოსები წერენ. ჩვენ გვაქვს ქვევრები, დოქები, მე შემდეგი ერთ-ერთი გაკვეთილი გვექნება პურზე და ღვინოზე და კადრები უნდა გაჩვენოთ. ჩვენ გვაქვს 7000 წლის წინანდელი დოქები, 6000 წლის წინანდელი სასმისები, ქვევრები და ესეთი უნიკალური, ერთი და ორი კი არა. აი ახლა სოფელით კოცა რო არის, ხო იცი ჩვენთან ხაშურში. იქ არის 5000, 6000 წლის წინანდელი ნივთები. აი ლუიზა რო ყავს, ლაგოდეხი, თამარიანი. იქ არის 4000, 5000 წლის წინანდელი ნივთები აქვს სახში. წარმოიდგინეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობ. ასეთივე ძველი ნივთები გვაქვს ჩვენ ქიზიხში. ასეთივე ძველი ნივთები გვაქვს გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, ვანში. რავი სადღარა, ნუ აი სასწაულები ხდება, ჩვენ წარმომავლობას არ ვიცნობთ სამწუხაროდ. მაგრამ არა უჭირს, ეხლა აქ თავარია ჩვენ მარტო ის დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი დიდი ისტორიკოსები წერენ, რომ საქართველოს გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ჩვენ ამას ისტორიულ წყაროებში დღეს წერთ. ბიბლიური თუბალი წინაპარია იბერებისა, ანუ ქართველებისა. იოსებ ფლავიუსის ამ კომენტარს ეთანხმებიან და ავწომენ ჩვენი მეცნიერები. ეს დიდი მეცნიერია, აღარ მინდა ეხლა ამაზე თავი მოგაწყინოთ. რაც შეეხება ბიბლიურ მოსოხს, ისიც ქართველთა მესხური ტომის წინაპრად იყო მიჩნეული. ეს უკვე მე რო გითხარით, მოსხები, ანუ მესხები. ესენიც უძველესი ტომები არიან, რა თქმა უნდა, ქართველი და აგერ ჯავახები რო ყავს აქ, ჩვენ ჯავახი ბიჭები, ესენი არიან მაგმოდგმის ხალხი. აი მესხეთში რო ვიყავით, ნანამასწავლებელო, აი ბატონი ნუგზარი რო იძახდა 50 საუკუნის წინ, ჯავახები რო ცხოვრობდნენ, აი ეგ ხალხი არიან, 50 საუკუნე. ეს არის ზუსტად ძველი წელთაღრიცხვის 3000 წელი. 2000 ანკად არის 3000, ხოცა იგი 50 საუკუნეა. აი, ეხლა ბატონი ნუგზარი ამაშია პირველი მებრძოლი, რომ ერთ-ერთი პირველი დაიწყო ამაზე ხმაურიანი ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ღებულობენ თვით ქართველი მეცნიერების, იმიტომ რომ ნასწავლი სხვანაირად აქვს, იმიტომ რომ კომუნისტური მეცნიერების დროს ესენი აკრძალული იყო და მომიტევეთ და მეუფე ანანიას დასცინოდნენ ამის გამო. და ეხლა რა მახსენდება, თურმე თვითონ მოგვიყვა, აი ერთად ვიყავით მე და ბატონი ნუგზარი მეუფესთან, ერთად მოგვიყვა, რომ მე რო ანდრია პირველ წოდებულზე ვამბობდიო, რომ საქართველოში იქადაგაო, ადგენო მეცნიერები და რა თქმა უნდა ბევრი სასულიერო პირიც აყვაო და დამსინესო, ესე ადგენო და მეო მაშინ ახალგაზრდა ვიყავიო და ცხემლი მომადგაო და გამიშა სიტყვას ვეღარ ვამბობ. რა გავაკეთო, პატრიარქი ესწრებოდაო და პატრიარქი ადგაო და უთხრა, რომ დააცადეთ ადამიანს, რომ ბოლომდე ალაპარაკეთო. და აი უკვე ხმა ვეღარ ვერ ვამბობდიო და დღეს მთელი მეცნიერება იცით თქვენ, რომ საქართველოში ამტკიცებს, რომ ჩვენ მოციქულთა მოქცეული ქვეყანა ვართ. ნახეთ თურმე ქართლის ცხოვრებაში წერია ეგენი და რამდენი დოკუმენტაცია გაგვაჩნია და საგანგებო დღეც კი დაარსა წმინდა სინოდმა პატრიარქის ხელმძღვანელობით 12 მაისი, ეს არის ანდრიაობა დღე, როცა პირველად შემობრძანდა წმინდა ანდრია საქართველოში. აი
ხო და დარწმუნებული ვარ ეხლა ამას ვინც არიღებს დღეს და ხვალე ხვალდაზე მოვა და ისევ ყველა ასე ხდება, ასე ბრძოლით ხდება ეს ყველაფერი. ეხლა კავკასიაზე ვისაუბრ. კავკასია ძველთაგანვე სამშობლო იყო ქართველების, ისევე როგორც წინა აზიის ზოგიერთი რეგიონი. დაუკვირდით ეხლა, ესე იგი აზიაშიც იყო საქართველო და კავკასიაშიც. ეს კი არ ნიშნავს, რომ მარტო ქალდიაში ვიყავით და კავკასიაში არ ვიყავით. ეს არაურია. იქაც ვიყავით და აქაც. ამ დროისთვის მოხდა არა ქართველთა გადასახლება, მიხვდით რომ გადავიდნენ, არამედ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლეს მათმა პოლიტიკურმა ცენტრებმა. ანუ თავადები, ხელმძღვანელები რა, მეფე ჯერ არ იყო ის ეპოქა არა, მაგრამ ხელმძღვანელობა გადავიდა კავკასიაში. ეხლა ერთი რამე გაიხსენე. გახსოვთ ჩვენ რომ ქართული ბაბილონის გოდოლზე რომ ვისაუბრეთ, გახსოვთ რა ვთქვით, რომ ქართლის ცხოვრებაში ეს ქართლის ცხოვრებას ეხლა ვეღარ ნახავთ, გაანადგურეს. ეხლა ამ წუთას აი 16 თაყაიშვილის გამოცემა ქართლის ცხოვრება რო გინდოდეთ, შეიძლება ბიბლიოთეკაში წარსადაღარ იყოს, იმიტომ მასიურად გაანადგურეს. თუმცა თითოეულა შერჩენილია და მე გამიჩნდა ეს აზრი, რომ იქნება ჩვენი ერთობითა და ძალისხმევით სტამბაში გამოვცეთ 16 თაყაიშვილს. ეს არის 1907 წელს გამოცემული ქართლის ცხოვრება, რომელიც ჯერჯერობით ვერც მე და ვერც ბატონმა ნუგზარმა ვერ ვიშოვეთ ვერსად. და შეიძლება შემთხვევით ვიღაცას სადღაც სახში ედოს. იმიტომ ერთი პერიოდი გამოიცა, მე აიკრძალა და სადაც ნახეს ამოიღეს ოჯახებიდან. ხლა რატო გეუბნებით? რატოა ეს ქართლის ცხოვრება საოცარი? ამ ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ ქართველებმა, რომელიც ქალდიაში ცხოვრობენ, აი წამყვანი ქართველები რა, რო იყვნენ ხელმძღვანელები, უთხრეს ბაბილონის გოდლის მშენებლობის დროს, რომ ეს ღმერთისთვის არ იქნება სათნო ამის აშენება. ხო და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. ხო და ასე წერია თურმე ამ ქართლის ცხოვრებაში, რომ ქართველებმა უარი თქვეს ბაბილონის გოდლის მშენებლობაზე და გადმოვიდნენ და კავკასიის თევზზე დასახლდნენ. ესე იგი, აქ ცხოვრობდნენ სხვა ქართველები, მაგრამ ხელმძღვანელი ქართველები იყვნენ ქალდიაში. აი ეს ხელმძღვანელი ქართველები გადმოვიდნენ, რო იყვნენ სამეფო, სიტყვა სამომავლო სამეფო, ჯერ მეფეები კიდევ იმეორ არ არის. ხელმძღვანელი ქართველები გადმოდიან და კავკასიაში სახლდებიან. თუმცა იქაც რჩებიან ქართველები ქალდიაში და აქაც დახვდნენ ქართველები კავკასიაში. აი ასეთი უმნიშვნელოვანესი ამბებია აქ მოყოლილი და ეხლა კიდევ ერთ სასწაულს გეტყვით, ნინო მასწავლებელო, წინაზე ნუგზარ მასწავლებელმა მითხრა, ეს ჩემი მიკვლეული არ არის, არ ვიცოდი, თურმე 16-ს გამოცემულ ქართლის ცხოვრებას რა ეწერა. ქართლის ცხოვრება კი არ ეწერა, ქართველთა ცხოვრება. და რას ნიშნავს? იწყებოდა ადამის და ევას ისტორიიდან. ანუ 64-ში როგორ ცხოვრობდა ადამი და ევა და მთელი ეს მოდგმა გამოდის ქართველური მოდგმა. და ვინ შეგვარჩენდა ამას? ესენი თუ გაანადგურეს ყველაფერი და უბრალოდ დაწერეს ქართლის ცხოვრება დატოვეს. აი ესეთი უმნიშვნელოვანესი მასალები დავკარგეთ და გარკვეულწილად ეხლა ძნელი აღსადგმენია, იმიტომ რომ ამ ერთზე რომ ვლაპარაკობთ, გონიათ რომ ზედმეტი ქართლის ხო არ მოგვდის რაღაცა. ამ დროს ქართული ენის შესწავლა, აი ქართული ენა რო აბა დაუკვირდით, ალიკო წინცაძე რას ამბობს, რომ მოდგმა უძველესი ჩვენი კულტურა, გიაყვაშილავას დასკვნები რა არის. ჭიღლაძე ენათ მეცნიერი კი მუშაობს, ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ ეს არის პირველი ენა, ეს არის ძირი ენა, ეს არის ესე იგი საღვთო ენა. ბოლო წინადადებაა მეუფე ანანიასი და მე გამოვიკითხოთ, რომ ის მარტივად დავიმახსოვროთ. ქრისტეს შობამდე, ხო, ესე იგი ნახეთ ეხლა რა მოხდა. სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადასახლდა მხოლოდ პოლიტიკური ელიტაო, პოლიტიკური ანუ ხელმძღვანელები დავარქვი მარტივად რა. ყოველ შემთხვევაში თუბალისა და მეშექის ძველი დიდება საუკუნო წარსულად იქცა. მათი ადგილი იბერმა დაიჭირაო. ესე იგი, უკვე იბერი მოდის მე. იბერია აქედან, აი ძველი დასახელება იბერიაც აქედან მოდის. აი რა თუბალები ჩვენ გამოვდივართ, შემოდივართ ფასეო. ქრისტეს შობამდე
რამდენიმე საუკუნით ადრე ქართველური წარმოშობის ხალხები იქცნენ მცირე ტომებად. დაემხო მათი ერთდროს სახელოვანი სახელმწიფოები. ნახე, ნელ-ნელა ეს დიდი ქალდია პატარავდება და გვიპყრობს მტერი. იხდით? თავიანთი უბედურებისა და გაჭირვების დროს რამოდენიმე ნაკადად მოაშურეს კავკასიას. აი როგორც გითხარით, ესე იგი ზოგ იქ დასახლდა, ზოგ პატარავდება ჩვენი ისტორია, სადაც ეგულებოდათ სახელმწიფოებრივი გაერთიანება მათი მონათესავე ქართული ტომებისა, სახელგანთქმული კოლხეთი. ეს უკვე კოლხეთის უკვე ერთიანი შეკრული ცივილიზაციაა. ქართველების, რა თქმა ეს არის მეგრული ტომები, უკვე დასავლელი ხალხი კოლხური. უნდა ვიფიქროთ, რომ კოლხეთის სამეფო მე-4 საუკუნეების წიაღშივე ამ დროს საფუძველი ეყრება ახალ ერთიან ქართლის სამეფოს, რომლის დროსაც უკვე მოდის მეფე ფარნავაზი. აი ეს უკვე ეს ცნობილი ამბავია უკვე. გასაგებია? აი ეს მეუფე ანანიას აზრი აქ დასრულდა. მე ახლა რომ არ გადაგღალოთ, უბრალოდ გეტყვით, რომ საქართველოს აბა ვინ მეტყვის, მოდი ამას მერე გამოვიკითხავ, ეს ცოტა რთული იყო, მაგრამ ახლა ცოტა ლაღათ მინდა რომ ჩაერთოთ თქვენ დიალოგებში. აბა ვინ მეტყვის, რომელი ქვეყნები იცით თქვენ რომ ესაზღვრებოდეს ჩვენ სამშობლოს? ანუ ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნები ვინ იცით? სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი. ყოჩაღ მათე ძალიან ყოჩაღი ბიჭია. მარიამ, შენ რომელი იცი? ეხლა ყურადღებით იყავით, ხმა ჩაურთეთ ხოლმე, ოღონდ მათ ხმაური არ უნდა იყოს, ტელევიზორები, გამარჯვებით. გამარჯობა მას. აუმარჯოს კიო. და აკონტროლეთ ხმები, რომ კარგად წარიმართოს პროცესი. რუსეთი მას. რუსეთი მართალია, ყოჩაღ მარიამ, ეგ 4 ქვეყანა უკვე ვთქვით. აბა კიდე ვინ იცის? ბულგარეთი მას. ბულგარეთი? მე მგონი ბულგარეთი არა, ჩვენი სასაზღვრო არ არის. მოდი მე წაგიკითხავთ ახლა და რომელიც არ ვიცით, ესე იგი ძირითადი უკვე ფაქტობრივად თქვით თქვენ. ერთი პატარა კუთხეღა დავრჩა. ახლა უყურეთ. საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კავკასიაში მდებარეობს. შეიძლება ითქვას, ბავშვებო, კავკასიის მთა ერთგვარი ფარია საქართველოსთვის. ის იცავს იქიდან შემოსულ ცივ ჰავას. და საქართველოში იმიტოა აი საოცარი დროთა მონაცვლეობა. ეს არის კავკასიის წყალობით. ეხლა უყურეთ როგორ წერია. დასავლეთიდან მას შავი ზღვა ესაზღვრება. დავიმახსოვროთ, ხო, შავი ზღვა დასავლეთიდან. დასავლეთი ხო იცით, აი ზღვაზე რო ჩავდივართ, ბათუმში რო ჩავდივართ, აი ეგ ადგილები, გურია. ეხლა უყურეთ, ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია, სწორედ თქვა მარიამ ყოჩაღ, სამხრეთ აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, სამხრეთიდან სომხეთი და თურქეთი. ეხლა აქ ერთადერთი ესე იგი კავკასიური ტომები არ არის აქ ეხლა დაწერილი. ანუ ჩვენ ხო გვესაზღვრება ჩეჩნეთი, ინგუშეთი, აბარდო-ბალკანეთი და ანუ თის კავკასიური ტომები კიდე და მე მაგასაც ვნახავთ. კი ბატონო, ძალიან კარგი იყო, გამიხარდა რომ თქვენ კარგად იცით ეს. ეხლა უყურეთ. ეს ამბები, რასაც ეხლა მე გეტყვით, კი თქვენთვის უკვე ცნობილია და ისტორიის წიგნებშიც იწერება ღვთისწყალობით. აი მე რაც აქამდე წაგიკითხეთ, იმას ვერ ნახავთ. და ეხლა კი ეს ყველა მიცით, მაგრამ მაინც შეიძლება ზოგისთვის უცხო იყოს და მაინც გავიმეოროთ, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ასია ეხლა თქვენს გამო რომ ვაკვირდები, ასე არ დავკვირვები ვარ სხვა დროს და აი ჩათვალეთ, რომ მეც თქვენსავით მოსწავლე ვარ, ვისმენ როგორც მოსწავლე და პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა. აქ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ბოლოს მდინარე ჭოროხის აუზში შეიქმნა. ეს უკვე პოლიტიკური ერთიანობაა. ანუ ერთგვარი, ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა
დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ ესე იგი, აღმოსავლეთ საქართველოს ეხლა როა, აი ქართლ კახეთი, აი ეს ყველაფერი ყოფილა იბერიის სახელით. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში შექმნილი კოლხეთის იგივე ეგრისის სამეფო კი დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იყო განფენილი. ანუ აღმოსავლეთ საქართველოს იბერია, ესე ეწოდებოდა, დასავლეთ საქართველოს კი კოლხეთი, ეგრისი იგივე. მე-6 საუკუნეში საქართველოში 4 სამთავრო იყო: ლაზეთი, აფშილების, აბაზგების, სანიგების. მე-8 საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა კახეთის სამთავრო. აი კახეთის სიტყვა კახეთი მე-8 საუკუნეში შემოდის უკვე. აგრეთვე ჰერეთის სამეფო, აი ჩვენი ლუიზა რო არის, ლაგოდეხი და ისინი უკვე ჰერეთია. ალაზანს რო გადავწდებით, უკვე ჰერეთის ტერიტორიებია. დასავლეთ საქართველოში აფხაზთა სამეფო მე-9 საუკუნის დასაწყისში სამხრეთ დასავლეთ საქართველოში ჩნდება ტაო-კლარჯეთის სამთავრო. ეს იცით, რომ მთლიანად თურქეთმა წაგვართვა დღეს. და თქვენ ასევე გაგიგიათ, რომ უდიდესი სულიერი კერა იყო ეს გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით და დღესაც შერჩენილია უკვე განადგურებული და დაზიანებული, მაგრამ ამას რო ნახავ, ისეთი გრანდიოზულია. მიხვდები რამხელა ძლიერი იყო ქართული კულტურა და დღეს როგორი უსუსურები და იმის ფონზე როგორი საწყლად გამოვიყურებით, აი, რომ ჩვენი რაც არის, წარმოიდგინეთ ჩვენი იმის ნახვის უფლებასაც არ გვაძლევენ წესიერი. აი იგივე ჰერეთი ჩვენია, კაცო და უფლება იქიდან როცა უნდა შემოდიან, აქედან აგვიშვებთ, წარმოიდგინეთ რა. როგორი დაჩაჩანაკებულია. ამიტომ წერია ქებაი და დიდებაი ქართულისა ენიშაიში, ლაზარე რო მოკვდაო, ლაზარესავთ მოკვდება ქართული ენა, ანუ ქართული მოდგმაო. და 3000 წელი მკვდარი იქნებაო. და მე-4000 წელს აღდგება ლაზარესავით მკვდრეთითო. ეხლა რო გადავთვალოთ, აი, ნანამასწავლებელო, ზუსტად გამოდის, რომ 3000 წელი მკვდარია საქართველო. ის 3000 ზუსტად ესე გამოდის და იმიტომ ვიძახი ხოლმე. მამა ბასილთან ვიყავით ჩასული, აი მამა ბასილს რო უყურეთ, მიხვდები რომ აღორძინება დაწყებული. ანუ საქართველოს მკვდრეთით აღდგენა უკვე დაწყებულია, იცოდეთ. აი გამოღვიძება, კარიან ხალხელაურმა ეს თქვა. და უთხარი ბატონო, აი ეს ცეცხლებიო, რაც ახლა სამშობლო თოთნეობაზე აქ დაანთეთო, უნდა გადაუნთოთო, იქით, აქეთ და მთელ საქართველოსო. მე გული მიგრძნობს, რომ ეს მოძრაობა დაიწყო უკეო. ბატონმა ტარიელმა თქვა, ეს ხო დიდი პიროვნება და გრძნობს და ბატონო ტარიელ მეთქი, მე ფილმშიც არის, ვეკითხები, რომ ესე იგი დიდი გამოღვიძება დაიწყო მეთქი და დაიწყო, რა თქმა უნდა. აი ეს ისტორიული სიტყვებია, იცოდეთ. რა თქმა უნდა, პატრიარქის ხელმძღვანელობით ხდება და პატრიარქის, ესე იგი, ძალისხმევით ხდება ეს ყველაფერი, მას მიეწერება. ეს არის ჩვენი ხედამთავარი. მე მეფე პატრიარქს ვეძახი ამ კაცს და ნამდვილად ასეა. ეხლა ეს უკვე 888 წლიდან იწოდება ტაო-კლარჯეთად. ეთო მასწავლებელო, ეთო მასწავლებელი არის შეყვარებული ჩემ საყვარელ გრიგოლ ხანძთელზე და მეც სიგიჟემდე მიყვარს რა და მამა ბასილსაც გრიგოლ ხანძთელის ხატი აქვს იქ მთავარ სამლოცველოში. და ისაო მამა თევდორეს ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და მათ მაჩუქესო ესო რა. ეხლა ნახეთ, აი პირველი მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში გაერთიანდა აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები და ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ყავს უკვე ბაგრატ მესამე, ჩემო ძვირფასებო. აი ესე პირველი სამეფო და პირველი დიდი მეფე ერთიანი საქართველოს. მე-12 საუკუნეში ამ გაერთიანებას მეფე დავით აღმაშენებელმა კახეთ ჰერეთი, ტაში ზორაგეტის სამეფო და თბილისის საამირო შემოუერთა. ანუ კიდევ უფრო განაფართოვა და აი ეს ადგილი დავით აღმაშენებელის ქვეყანა, ეს არის კავკასიის გაერთიანება. ანუ ერთიანი კავკასია გააერთიანა თავისი მართლმადიდებლური ჯვრის ქვეშ.
ხო და დააკვირდით ილია ჭავჭავაძე არასდროს არ ამბობს საქართველოს გაერთიანებაზე. არასდროს. აი წაიკითხეთ დედაშვილის დიალოგი ომიროა. მოვიდა ის ნანატრი ჟამიო, რომ იწყება ერთიანი მოძრაობა, რისი, რომ კავკასია იყოს ერთიანი. ანუ ილია შესტრფის და ილია მისწრაფის დავით აღმაშენებელის კავკასიის ერთიანობისგან. აი ამ წიაღში უნდა გაერთიანდეს საქართველო. და ეს ესეც მოხდება და ამას რა თქმა უნდა მთელი ქალდეა უნდა შეგვიერთდეს. ამაშია ზუსტად ივერია გაბწყინდება კი ანიშნავს მარტო ტაოკლარჯეს და აფხაზეს და იმერს დავიბრუნებს ცხინვალს. აქ ლაპარაკია რომ მთელი ქალდეა უნდა ერთიანად მოექცეს დიდი სახელოვანი მართლმადიდებელი მეფის წიაღში. და ბოლოს კიდე ჩემო ძვირფასებო ეს უკვე დავითის თქვით და მე-14 საუკუნეში გიორგი ბრწყილვანემ გააერთიანა იგივე დავით აღმაშენებლის ოღონდ მხოლოდ მცირე ხნით. და მას შემდეგ იწყება ჩვენი განადგურება და ყველამ თუ კი ვინმე ჩვენი მეზობელი ყავდა, ყველამ რაღაცა წაგვართვა და დაგშალეს და დღითი აი რაც პერიოდი გადის უფრო და ოღონდ ყველაზე მთავარი აქვს სხვა რამე. მიუხედავად რომ პატარავდებით, სუსტდებით, ღარიბდებით, ჩანაგდებით, ყველაზე მთავარი ღირსება ქართველს ისა აქვს, რომ დღემდე სასწაულებრივად ქართული იდეა შეინარჩუნა. ტრადიცია მართლმადიდებლური ცხოვრების შეინარჩუნა და ღმერთი ისევ მართლმადიდებლები ვართ. ეს არის საოცრება, მთელი მსოფლიო გაკვირვებულია, როგორ შევძელით მთელი მსოფლიოს გიგანტი ქვეყნების თავდასხმებს როგორ გაუძელით და მართლმადიდებლობა შევინარჩუნეთ. ისევ ქართულად მეტყველებთ და ჩვენი ენა მართალია დაგვიმცირეს და რა არ უყვეს, მაგრამ ხო შევინარჩუნეთ, ჩემო ძვირფასებო. და შევინარჩუნეთ ისე, რომ ძველ ქართული რო წაუკითხო ეხლა შოთა ბერიძეს შინაარს გამოიტანს თავისუფლად. და მე არაერთხელ სინჯავ ხოლმე ამას და ბავშვი თავისუფლად. ანუ იმ დონეზე შევინარჩუნეთ ძველ ქართული, რომ დღევანდელ ქართველს ძველი ქართული რო წაუკითხო შინაარს გამოიტანს. ეს არის სასწაული პირდაპირ. და ბოლოს ყველაზე მთავარი ქართველებმა თან სიყვარული შევინარჩუნეთ, ერთმანეთის მამულის სიყვარული, ქართული მიწის სიყვარული და მტრის სიყვარულიც შეგვიძლია დღესაც კი. მიუხედავად იმ დაჩაჩანაკებისა, ქართველს მაინც ყველა უყვარს. რაც არ უნდა ცუდი გაგიკეთოს, შენში ბოროტება ვერ ჩაბუდება და ჩვენი მოდგმა ასეთია, ყველას ყველაფერს პატიობს და ყველა გვიყვარს. ჩვენ ქრისტიანები ვარ და სხვანაირად არ შეგვიძლია. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ცოტა გავამართლოთ ეხლა ჩვენი საუბრები და მე მინდა რომ ეხლა რაღაცა პატარა ლამაზი გამოკითხვა მოვაწყოთ. აი ძალიან მარტივი საკითხები რომ ლამაზად მინდა რომ დაგვამახსოვდეს. აბა ეხლა ნათეს ჩართული აქ ბარემ კამერა მელიქიშვილს მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ეს ბავშვები მათე მელიქიშვილი, შოთა ბერიძე. აბა მომეხმარეთ კიდე არიან აქ ბიჭები? იმას ალექსი მარკოიძესა. სად არის აბა ალექსის რო ვხედავ? აგე მარკო არის? ალეკო მარკო აწერია კი. ო, ადრე ალექსი ეწერა და ხო, მართალი ხარ კი. რატო არ გვირთავს? ამ კადრში ისია რომ თითქოს დაეძინაო. აგე ამა ალექსი ბავშვებო უნდა გაგაცნოთ, აი ეს ბავშვები არიან ყველაზე ძველი საქართველოდან, ჯავახეთიდან. რა ქვია სოფელს მათე? ბორელო კამას. აი რა მაგარი ვერ დავიმახსოვრე, ერთი ორჯერ გავამახსოვრე, მაგრამ ძველი დასახელება ეგა აქვს თუ იცით? კი, დიახ, მას. ხო, მოკლედ ჩვენ იმდენად მოგვეწონა ეს ბავშვები, იცით რომ 4 შაბათს რო გაკვეთილი გქონდა ბავშვებო პედაგოგების, თქვენი დირექტორი ჩაერთო. თურმე ჩვენი გივი მასწავლების მეგობარი გამოდგა ნინო მასწავლებელო და ახალგაზრდა გოგო არიც მახსოვს, კაპანაძე ერქვა, სახელი შემახსენეთ? ნათია მას კაპანაძე. კაპანაძე ძალიან მაგარი დირექტორი, 55 ბავშვი მყავსო რა. ისეთი ყოჩაღები ნინო მასწავლებელო, ესე იგი აი რა თემაზეც ვისაუბროთ, ყველაფერი იცოდნენ ბავშვებმა. ქართული ჩვენი მიწაწყალი და
ხო და ეხლა მოდი დავიწყოთ თან მინდოდა რომ გამეცნო ეს თქვენთვის სხვა არავინ შემოიყვანეთ ბიჭებო მას კი ლია და ლიკა იყო მას აღარ ჩემს არის სკოლაში. აბა გავგვაცანით ეგ დავინახე ხო ლამაზ არა, დასულები არიან. ხო კაი მე რო შემოვლენ გითხარით და გავიცნოთ ისინი მოვეფეროთ რომ ლია უყურებთ ჭელიძე ჩემი კლასელია და ლიკა ჭელიძე შოთას და ალექსის კლასელია. აჰა ძალიან სასიამოვნო მოდი განებში ხო არ აპირებენ წამოსვლას ნეტამა უნდა წამოვიყვანოთ აბა მე ესე გიждები ამ ბავშვებზე წინა შეხვედრიდან ლექსომასწავლებლები ხელა შთაბეჭდილება დაატოვეს ყველაზე მარტო ჩემზე არა ზუსტად ვიცი ყველაზე რომ საოცარი ბიჭები არიან ამართლებენ იმას რომ ძირძველი საქართველოსდან არიან და ნამდვილი ქართული გული აქვთ გულმაში რამ კერტში გენაცვალეთ ბიჭებო აბა თქვენ იცით გიფიქრეთ ბანაკზე პირადად უნდა გაგიცნოთ ხო ანუ მე მაგაზე მეც დავისაუბროთ მათე დირექტორსაც ვუხარ მასწავლებლის დაურეკავს ჩვენ აქედან მოგეხმარებით და აი ეს ბავშვები ვინც აქავარ და ამათ გარად და კიდე უამრავი ბავშვებო ერთად ვიკრიბებით ხოლმე ბაკურიანში ხო და 3 დღე ერთად ავართ 2 ხამე ერთად ავართ და თან გაკვეთილებს ვატარებთ თან ფილმებს ვაწყობთ თან სპორტულ სანახაობებს ცეკვა თამაში სიმღერა ჩახუტება და ყველაფერი შედის ამ ყველაფერში და აუცილებლად თქვენც უნდა ჩაგაბოთ და თქვენთანაც უნდა ჩამოვიდეთ აუცილებლად ფილმები უნდა ჩამოგიტანოთ გაჩუქოთ რომ მე თქვენ დასხდეთ ხოლმე უყუროთ და გავაერთიანოთ იმიტომ რომ საქართველოსთვის ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება როცა ქართველები ერთმანეთს მოვიკითხავთ ერთად ვიქნებით ჩავეხუტებით და ერთად ვიზრუნებთ ჩვენ სამშობლო როგორ ასე ვთქვათ განკურნოთ და როგორ დავაყენოთ ფეხზე ამა ეხლა მათე მითხრას ჩვენი ძველი სამშობლო რა ქვიაო სახელად მე უკვე ანანიო რა აბა ვინ მისმენდა შოთა მისმენდა ის შოთა აბა ჩართო აბა ჩვენი ძველი მოდგმას რა სახელი ალდეა მას ალდეა მათე აბა გაიმეორე ალდეა და ეს სიტყვა უფრო ქართულად ჟღერს კარდუ აბა გაიმეორეთ ეგ სიტყვა კარდუ აი უყურე შეხედეთ როგორი წიგნი გვაქვს კარდუ აწერია აი ახლა ეს წიგნი ბავშვებო ეხლა ეს წიგნები გაჩვენეთ სულ შექმნილი გვაქვს 7 წიგნი სკოლის მოსწავლეებისთვის მაგრამ ეს უკვე სტუდენტებისთვის რა გავაკეთეთ იცი 7-ვე წიგნის ნაკრები გავაკეთეთ ერთი წიგნი მარტო სტუდენტებისთვის და აი ეს სახელი კარდუ დავარქვით ანუ ეს არის მოდგმა ქართველთა ჩვენი ძველი აი პირველი ქართველებიდან მოყოლებული რაც კი ჩვენ მადლი წყალობა და რაც კი მონაპოვარი გაგვაჩნია ერთ სიტყვაში ასახული კარდუ ანუ ეს არის მეორენაირად რო ვთქვათ ქართველთა მითიური შუაგული მითიური ნიშნავს ერთიანი აი ერთი გულის თქმა აი მთელი საქართველო რო ერთ გულში რო ჩანტიო და კარდუ რო დააქვა აი ეს არის კარდუ ეხლა ვინ მეტყვის აბა ბავშვებო ეხლა ყურადღებით მომისმინეთ როცა თქვენ არ პასუხობთ ხმა გამოურთეთ ხოლმე და ვინც იცის ხელისაწევით მაჩვენოს და ამა კითხვა უნდა დაგისვათ და ყურადღებით მომისმინეთ აბა ვინ მეტყვის ყველაზე დიდი და ცნობილი ქალდეველი ვინ არის ისტორიულად ეხლა ეს ხო თქვით რომ ქართველები ქალდეველები ვარ აბა ეხლა ცნობილი ქალდეველები ილია ვინ აბა ვინ თქვით მამა აბრამი და ღვთისმშობელი აბა ეხლა ილია შენ მამა აბრამზე ვინც გვიან ჩაგვერთო რა დაიმახსოვრე მას როცა თავის შვილი შეწირა როცა 101 წლის იყო მაგ დროს 100 წლის იყო მაგ დროს რო შეეძინა შვილი და ღმერთმა რო დაავალა მძიმე დავალება და შემდეგ თავისი შვილს წირავდა მაგრამ ბოლოს ღმერთმა როცა დანა ქონდა ხელში და შეწირვას აპირებდა ღმერთმა გააგდებინა და დანა და გვერდით იყო
დიდი ცხვარი, რომელიც უნდა შეეწირა. ოჩა ცხვარი მე არ მithქვამს და ეგილია მიცოდა ხედავ მე ახლა არ მithქვამს და ესე იგი ამას ეგეც იცოდა რომ წინა შეხვედრები და იცოდა აი რა ყოჩაღია გენაცვალე შენ ეგ არის თავარი რომ ესე იგი რო წავიდნენ შესაწირად ჩვილი რო წაიყვანა ეგ ხო აღარ მომყევი დღეს და ვინც არ იცის ბავშვებო და გზაში ცხვარი არ ვიყავთ და შვილი ეუბნება რომ კი მაგრამ მამაო რა უნდა შევწიროთო იქ არაფერი რო არ მიყვავს ვაიმე კაცმა ახლა მამა რას იძახდა იცი რომ ბავშვს რო უთხრაო მე როგორღა შევწირო არ ინერვიულოსო გზაზე ან არ გაიქცესო ეს მოხუცი კაცია როგორ დავეწევია პატარა მიქსა და რო შეშინდესო ხო და რაღაცა გამოჩნდება შვილო რა ხო და მივიდა და ბავშვს ეძებს და აღარ არის და თურმე ისეთი მაგარი იყო ეს ისაკი ის კიდე იმაზე მაგარი მორწმუნე მისულა სამსხვერპლოზე დაწონილა და მამა აქავარო გელოდებიო არ მინდაო ხელების გაკოჭაო თოკი წამოიღო რომ უნდა დაება და არა მე მზათავარო მიდიო შეასრულე ღმერთი ცუც არაფერს დაგავალებსო მიდი მამა ნუ დარდობო მე მზათავარო რა აი მოუქნია უნდა დაარტყას და დაუჭირა ხო და მე დაიწყებს მღავლის სხვა ცხვარი ანუ ღმერთისთვის რა იყო ცხვრის გაჩენა იქვე და მე იმ ცხვარს შეწირავენ აი რა კარგად გაიხსენა ილიამ ყოჩახ ჩემო საყვარელი აბა ვინ მეტყვის ახლა შემდეგი შეკითხვა მამა აბრაამს რა დაავალა ყველაზე მთავარი დავალება ღმერთმა უკვე რა უნდა დაეარსებინა ახალი მარიამ აბა ხალდეა არა აბა ხალდეა იყო უკვე ქალდეველია თვითონ ახე მამა აბრაამის მამა პაპა და იმის მოდგმა ქალდეველი მაგრამ ღმერთმა სხვა დავალება მისცა შენ ახლა უნდა წახვიდე და სხვა ერი უნდა დააფუძნო და დაარსო აბა მინდა იმახსო რა როგორ დავალება საკითხი რა გამიმეორო ესე იგი რა დავალება მიიღო ღმერთისგან აბრაამმა რა უნდა დაეარსებინა ხალდეაში ცხოვრობდა მას დაეტოვებინა თავის ქვეყანა და სახლიდან ათასავები წასულიყო იმ ქვეყანაში რომელსაც ღმერთი უჩვენებდა მას დიახ და იქ რომ მივიდა არავინ არ ცხოვრობდა ბავშვებო ცარიელი ტერიტორიები იყო ანუ ასე დაარსა მამა აბრაამმა ისრაელის ქვეყანა ვინ იცის ისრაელის ქვეყანაში ვინ ცხოვრობენ რა ერი ცხოვრობს ებრაელები მას დიახ აი მიხვდით ანუ ებრაელთა ისტორიის სათავე ღმერთის კურთხევით მამა აბრაამმა ჩაუყარა ამიტომ ებრაელები თავის მამამ თავარს ანუ თავარ მამას აბრაამს უწოდებენ და თავის თავსაც აბრაამის შთამომავლებად თვლიან მიხვდით საღამომშვიდობის და მოგესალმებით ყველას ძალიან გამიხარდა რომ მივიღე მონაწილეობა და პირადად მომეცა იმის საშუალება რომ გადმომეცა უდიდესი მადლობა ძალიან გახარებული ვარ კმაყოფილი ვარ მოკლედ ფიქრობ პირველ რიგში რომ არ არსებობს დაავადება ისეთი რომელიც იყოს რაიმე განაჩენი ეს არის ჩემთვის პირადად ჩვეულებრივი მოვლენა ეს ხდება ყველაფერი უფლის ძალით უბრალოდ არაფერი არ ხდება უბრალოდ მომცა უფალმა იმის ძალა რომელიც მოგეხსენებათ კარგად იცით რომ მთელი 2 წლის განმავლობაში შიფრთან დაკავშირებული ამბებით უფალმა მე მომცა იმისი ძალა გამბედაობა უშიშრობა მასწავლა როგორ უნდა მივიღო ეს ყველაფერი და მე იქ მივიღე ჩვეულებრივად მშვიდად და ფიქრობ რომ ეს არ არის განაჩენი ამით ჩვენ უფრო ვიზრდებით სწავლობთ ძლიერდებით და ყოველთვის ჩემ წავძახებ იმას რომ რა ვიცი შიში არ უნდა შიში თუ შევიპარე უფლის იმედი კი აღარ მაქვს ერთ სიტყვას ვამბობ მარტო იყოს უფალო შნება შენი შენ განაგე ჩემი ცხოვრება შენ უკეთ იცი ერთადერთი ამას ვიზახი სხვა არაფერს
არ ხასიათს ვიკუჭებ, არ განწყობას, ჩვეულებრივად ვარ და რა ვიცი, ამით უღრმესი მადლობა ვინც გვერდში ვიდგას ყველა და მინდა რომ გეფეროთ, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგან, ვიცი ძალა ერთობაშია, განწყობაშია და ეს დაავადება არაფერი არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და რა ვიცი ძალიან მაყოფილი ვარ სიტყვებს ვერ გადმოგცემთ ისე როგორც რა ვიცი როგორც შინაგანად ვგრძნობ ზედამატებული იმათ რომ გუშინ ჩამომივიდა ჩემი მოძღვარი ეზიარე ახსარება ჩავაბარე და მოკლედ სულაც არ ვგრძნობ თავზითე ძალიან დამწუხრებულად და ჩვეულებრივად ოჩა, გემჩნევა, სამაგალითო გოგო ბრძოლი. ეს კიდე ერთი ახალი სიახლე მაქვს, რომელიც თქვენთვის და გაგიზიაროთ. ჩვენი მოძღვარი მამა გიორგი ბაცელაია. გეცოდინებათ, რომელიც ბანძის კი ის მინდა გაგაცნოთ დღეს ჩვენთან არის მოსული მამა გიორგის ერთ-ერთი დედმამიშვილი, რომელიც არის ვიცოლაჩემი. და ჩვენთან ერთად ჩავოსვით დღეს რუში და მოგესალმებით. გაგახაროთ ღმერთმა. რომელიც დაინტერესებულია, ძალიან კმაყოფილია, გული სიხარულით აგვევსო და სურვილი აქვს რომ შემოგვიერთდეს ჩვენს აიხარეთ, მომიგეთ მამა გიორგი, დიდი სიყვარულით, პატივით, ბრძალებით, დიდი სიყვარული. მადლობა და დიდება უფალს ყველაფრის. და მოკლედ ყოველ დღე სიხარული შემოდი ჩემ გულში, სიხარულით არის ჩემი გული სავსე და რა ვიცი, ზოგჯერ მიწილია კიდევაც. აბარა, ყოჩა, ანუ შენ მაგალითო ხარ, სამაგალითო ყველასთვის. უდიდესი მადლობა. თქვამი აქვს რომ შენს თავზე ყოველი ღერი ხო, გაიხარეთ ბავშვებო. აი როგორი ძლიერი გოგოა და ზიარება კიდე ყველაზე მთავარია და ზიარების დროს რო ეზიარება ეუბნება საკურნებლად სულისა და ხორცისა და ქრისტეზე დიდი მკურნალი და დიდი ძალა არ არსებობს დედამიწის ზურგზე. საქართველოს სახია ზეციური ძლევამოსილი მხედრისა, რომელიც ასრულებს საღვთო მისიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას. აი რატომ არიან დავათის მეოთხე საუკუნის ქვახატზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით. მიქაელ მთავარანგელოზი ღვთაებრივ საღვთო დამწერლობათა მცველი და მფარველი მთავარანგელოზია, ხოლო გაბრიელი მაცნე მთავარანგელოზია. ბრდაძორის მე-6 საუკუნის ქვახატზე ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას. სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. დღეს სოფლიოს გლობალიზაციის პროცესები მიმართულია ისეთიკისკენ, რომ ყველა ერთს მცირე ერთს დაუკარგოს ისტორიული მეხსიერება. თავისი წარსულის ხსოვნა, თავისი დიდი წინაპრების ხსოვნა. არ შემეშვიდეთ ყველაფერი ცისმადლით დამშვიდება და თავის კალაპოტში ჩადდება. ჩვენ არა ვართ მიტოვებულნი ისე უპატრონო, ზეცაკ ვიცავ ჩვენ და დედა ღვთისმშობელი ყველანაირად ცდილობს ჩვენი რწმენის, ჩვენი ცხოვრების გადარჩენას და გამართვას. წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ხანგრძლივად უცხოეთში ცხოვრების გამო ქართული სრულიად დავიწყებოდა. ერთხელ ყმაწვილი მძიმედ გახდა ავად. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხელი მოუხვევია მისთვის
და ქართულად უთქვამს: არა იარსო ნებაი შენთანა. აღდეგ, ნუ გეშინინდა ქართულად ხსნილად უბნობდი. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული აღმოუდიოდა პირთაგან, ვითარცა წყაროი უწმინდეს ყოველ ქართველთასა. ნეტავი კი გაითავისოს ეს ჩვენმა ხალხმა მთლიანად. ნეტავ მთლიანად კეთილად გავითავისო ჩვენ, რამოდენა სიყვარული დევს ამაში ღვთისა და კურთხეული დედისა. ქართველებს ბევრი ნაკლი გვაქვს, ბევრი მანკი. ოღონდ ეს ცილია უფრო ვიდრე შუაგული. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ: გენია გულისა ყველა გენიაზე უფრო მაღალია. ქართველთა გენია გულისა შეუდარებელია. ქართველნი უხეირო კაცს უგულოს ვეძახით. სამაგიეროდ გულმოდგინე, გულკეთილი, გულანთებული, გულმართალი, საუკეთესო ეპითეტებია გაიყმისა. ჩვენი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ უფალმა სიყვარული მოგვანიჭა და სხვებისთვის ეს მოსაპოვებელი არის. როგორც იოანე კიბისამწერელი ამბობს, რომ მე-19 საფეხურია, რომ სიყვარულამდე მივიდეთო. მანამდე სხვა საფეხურები უნდა მოიპოვოთ, სხვა სათნოებები უნდა მოიპოვოთ. მაგრამ ეს ჩვენ პირდაპირ მოგვეცა. არც ერთ-ერთს არა აქვს ასეთი საოცარი გამოთქმა. შენი ჭირიმე. ესე იგი, ადამიანი იღებს სხვა ადამიანის გაჭირვებას თავის თავზე. ანდა შენ გენაცვალე. ესე იგი, თუ შენ გიჭირს, მე მზად ვარ შეგენაცვლო. შენ გენაცვალე, გიორგი და თქვენ გენაცვალეთ უყველას ბიჭებო. არც ერთ ენაში არ არსებობს სიტყვა გენაცვალეს ექვივალენტი. თქვენ გენაცვალეთ, თქვენ გაიყარეთ. ან გაგონილა სადმე ერთმა სიტყვამ დაიტიოს მთლიანად ქრისტიანობის, გოლგოთას მთელი მისტერიის დედააზრი. სნეული ხარ, გეწავლება. ჭაბუკი ხარ, შეგაყვარებს. მოხუცი ხარ, მოგაშორებს. შუბლზე წელთა ჩანახარებს. გაწყენინებს და გამიწევს ყველას, ფლიც და ენამწარეს. ხარიბი ხარ, გაგამგიდრებს. ასეთია გენაცვალე. რა სინათლეც გაუქრალი გენაცვალე სულში გიდებს. ბულბულებმა მარცვალ ვარსკვლავიდან ჩამოკრეფეს. ჩვენს გულებში გააჩახეს, დასქვეს, ნუღარ ჩაქრებია. გენაცვალიდან მოყვება საქართველოს საკუნებიდან. ის მიწაში ჩაითესა და მიწას გლეხი უვლის და სიკეთით ნაკეთების სახლი უდგას მას პინძურის. გამოაღებს ქალი კაბებს. მობძამდი, შემობძამდი. გაბიცხდება მობძემ ჭადი, ნაგვარჩხალზე შველის მწვადი, გაიხსენებ ქვეყნის ალკარგს, წუთის სოფელსა დღე გრძელებ. ამ ოჯახის შვილს დალოცავ და მადლობას ეთქვი ძველებს. ცოტა იცის, დედამიწის, ვისაც ჯერ არ უგემნია, შენი ღვინო, შენი პური, შენი სიტყვა თუ გენია. გენაცვალეს მღერის ხარი. ემატება ხილს შაქარი სიტყვა ძველი თანახალი რბილი არის თან მაგარი გენაცვალე მეგობარო სიყვარულო და უმჭკერავ მუდამ ვინმეს მოლოდინით გაღებულო ოდის კარო ყველას მოწმედ წამომდგარო გენაცვალე საქართველო შენმა სიტყვამ პირნანესმა გამამაგროს გამამრთელოს არ მენახოს მისი ბზარი გამრუდება გრძელოს შოთას ლექსმა მცხეთის ქვებმა გენაცვალე სიცოცხლეო მიტომ მადლობ და მაწვალებ რომ შენ უფრო შემიყვარდე გენაცვალე საუკუნეების მანძილზე მცირე რიცხოვანი ჩვენი ერი და სხვა ერებთან და სახელმწიფოებთან შედარებით უძლურია და პატარაა გედეონივით, მაგრამ საბოლოო ჯამში ღვთისშეწევნით ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვების პირველი მთავარი პირობა არის ღმერთთან ერთობა, ღვთის სათნო ყოფა. ეს არის ჩვენი მისია
რომ თუ ღმერთი ჩვენ ხარისზე იქნება, ვინ იქნება ჩვენ წინააღმდეგ. საქართველოს ძალიან პატარა ქვეყნების რიცხვში ითვლება, მაგრამ ზეციურ სამყაროში ზეციური საქართველოს ყველაზე დიდი არის. ყველაზე მრავალრიცხოვანი არის. ბიბლიიდან ცნობილია, რომ უფალი სოდომსა და გომორს არ მოსპობდა 10 მართალი რომ ყოფილიყო იქ. ვიდრე არის 10 მართალი ქალაქში, უფალი ამ 10 მართლის გამო არ დაშის. მას თავი მხნედ გეჭიროს, ქართულად, მამაპაპურად. ხატად წმინდა მიქაელ გობრონის შუბლზე გამოსახული ჯვარი გქონდეს, ხოლო საქმით წმინდა მღვდელმოწამე კირიონივით გადასძახე სამშობლოს შუაგულს. არა მოვალ რათა გიმსახურო, არამედ მსახურება ჩენდა და მიცემად სული სახსრა ჩენდა. მას მხნეობა მოიკრიბე, განწყობა შეიცვალე. საქართველოს შენი დახმარება სჭირდება დღეს, შენი თავგანწირვა. იცოდე ამ ბრძოლას უფალი დიდგორის ბრძოლად ჩაგითვლის. იმ დიდგორის, სადაც დავით აღმაშენებელმა უამრავი მტრის გარემოცვაში უკან დასახევი ერთადერთი გზა ჩაახერგინა და ასე მიმართა ქართველ მებრძოლებს. ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ ქრისტეს ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ. იცოდეთ, თავარი ბრძოლა მოგებულია, ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. დალოცვილი და გახარებული დიდავით, თქვენ და მთელი საქართველოს, ასე რომ არ დაგავიწყდით პირველი ლოცვა, და შეასრულო საქართველოს კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის, მეორე ლოცვა თქვენთვის და მესამე ჩემთვის. სიცოცხლე იბადე